ჩემი ძირითადი საქმე არის სოფლის მეურნეობა. მიწის დამუშავება. ოჯახის მოვლა, რა თქმა უნდა. საქონლის თავისთავად. ეს არის ჩემი სამუშაო პირველ რიგში, ძირითადად. მე სად არ მუშაობ. მიწას ვამუშავებ ძირითადად სიმინდი, სოიო. სასილოსე მასა. საქონლისთვის, ძირითადად. ფრინველი, საქონელი, ორი. და მე ოჯახში. რაც მორჩება გავყიდე, აბა როგორ. ფასები ძანდაბალია, ხატო ძვირია. იმის მოწევა კიდევ ძვირია, რა თქმა უნდა, საწვავი ძვირი, სასუქი ძვირი. მე პროდუქციას რომ მოვიწევთ, სიმინდი იქნება თუ სოიო, ეს ძალიან იაფია, ყველი იაფია. ბაზარში რომ გაიტან. მოგების მიღებას რა არის აქ, ძირითადად მაინც და მაინც არა, თავს მირჩენდავს მეტი არ არის. აზორბედია სენაკის რაიონის სოფელ თეკლაჩში ცხოვრობს. ოჯახის სარჩენად გლეხი დილიდან დაღამებამდე შრომობს. მიწას ამუშავებს და საქონელს უვლის. იქვე თეკლაჩში ოდნავ მუშორებით ძმები ალენიების ფერმა მდებარეობს, სადაც ჰოლანდიური ძროხის ჯიშები ყავთ მოშენებული. ჰოლანდიური ისი დიდად უკეთესია იმით რომ პროდუქტიულია. ტანად დიდია კიდევ, მაგალითად საჩვენი და საიმის ხპოს რომ მოიგებს, ის არის 50 კილოიანი, ჩვენი არის 10 კილოიანი 15. ის იწვევება 30, 20, 25, 30 და ჩვენი იწვევება 5, 7, 10, ყველაზე დიდი. ის ღირს 2000 ევრო. და სოფლის კაცი მის ყიდვა უჭირს. ძალიან. არასდროს ვერ ვიყიდი ალბათ. ჰოლანდიელებმა 10 წლის წინ სამეგრელოში სახელმწიფოს დახმარებით 34 სუფთა ჯიშის ძროხა შემოიყვანეს და ძმები ალანიების ფერმაში მოაშენეს. მათ ქართველ ფერმერებს ახალი ტექნოლოგიები შეასწავლეს, რამაც ბიზნეს წარმატება მოუტანა. ფერმერებს ბიზნესის წარმატებისათვის ორი უმთავრესი პირობის დაცვა მოუწიათ. პირველი არის სუფთა ჯიშების შენარჩუნება, ხოლო მეორე სწორი კვება. ნახირში მიდის ნათესაური კავშირიც. პირველ რიგში ეს ნათესაური კავშირი არ უნდა იყოს. ეს უკვე ჯიშს და არევა ქვია. სისხლის არევა ქვია. აი ჩვენ გვყავთ წმინდა სისხლის ძროხები, რომელსაც თავისი პასპორტი მოყვება, თავისი გენეალოგია მოყვება. წარმატების მეორე პირობა, ანუ საქონლისათვის საკვების დამზადება მსოფლიოში უკვე ცალკე ინდუსტრიად იქცა. თუმცა ქართველი გლეხები საქონლის ბაგურკვებაზე გადაყვანის ნაცვლად ჯერ ისევ ნახირში მიერეკებიან. შეიძლება ადამიანმა თქვას და კაცმა და ფერმერმა თქვას ძროხა, მოვლა უნდა მას, თუნდაც მინდორში რომ ბალახი მოიყვანო, რა უნდა ბალახი თვითონ მოვა და თვითონ ამოვა, თუმცა ასე არ ყოფილა ეს ნორმად. მრავალწლიანი ბალახი, რომელიც გვითესია ჩვენ და ასევე თესავთ სიმინდს, იმიტომ რომ სილოსი დავამზადოთ სიმინდისგან. სპეციალური დანადგარი გვაქვს, რომელსაც ქვია ჩოპერი, რომელიც აკუცმაცებს მას თავის ტაროიანად. შემდეგ 30 დღის განმავლობაში ის არის ორმოში სპეციალური დახურულია ცელოფნით, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით ეს და იმათმა გვასწავლეს რა როგორ უნდა გავუკეთებინა სილოსი, სენაჟი. ეს ძროხა კი იძლევა ბევრ ძეს, მაგრამ საჭმელის ამას ბევრი უნდა. ერთი ძროხა მაგ 100 კილოგრამ მწვანე მასას ჭამს დღეში. სუფთა ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი საქონელი 708 კილოგრამს იწონის. ქართული კვარაცხელიას ჯიშის ძროხა კი 300-400 კილოგრამს. დღეღამეში ჯიშიანი საქონელი 30-40 ლიტრ ძეს იწველება. მაშინ, როდესაც ქართული ძროხის მაქსიმალური წვალადობა 10 ლიტრამდე ადის. სუფთა ჯიშის ხბო 50 კილოგრამს იწონის, ხოლო ქართული 15-20 კილოგრამამდეა. ფერმაში დღეს 170 მეწველი ძროხა ყავთ. რძის პროდუქტების ქარხანაც აქვე ფერმაშია გახსნილი. შვეიცარიული და იმერული ყველი, ასევე რძის სხვა პროდუქტები აქ ნატურალურ რძეზე მზადდება. წარმოების გაფართოების მიზნით სენაკში რძის ჩამბარებელი პუნქტებიც გაიხსნა, თუმცა არ იმუშავა. ჩვენ გავხსენით აქ 3 პუნქტი გვაქვს რძის შემაგროვებელი, მაგრამ ჩვენ არ ჩაგვაბარეს რძე. საქართველოში ყველას თითქმის ძროხა ყავს, მაგრამ დეფიციტია ნატურალური რძის. ასეთი ფერმა
საქართველოში 2-ია თუ 3-ია კიდე რო ყავთ რა. ასეთი ფერმა უნდა იყოს 100, 200. საქართველოში რომ ნატურალური ძერ ჭარბობდეს. საქსტატის მონაცემებით 2009 წელს ქვეყანაში 9000 ტონა მსხვილფეხა საქონლის იმპორტი განხორციელდა. ადგილობრივი წარმოება კი 29000 ტონა იყო. აქედან 99.5% ოჯახურ მეურნეობებზე მოდის, ხოლო 0.5% წარმოებაზე. ეს ნიშნავს, რომ საქონელი ძირითადად ოჯახურ მეურნეობებში იზრდება. გლეხებს კი ჯიშების გაუმჯობესების შესაძლებლობა არ აქვთ. ექსპერტები თვლიან, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში გლეხებს ხელისუფლება უნდა დაეხმაროს. თავარია ცოტა გავფართოვდეთ რაღაცა პროგრამები ჩატარდეს რაიონში იქნება, ქალაქში იქნება თუ რეგიონში იქნება, მოვახდინოთ დაუშვათ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრები დაუშვათ აშენდეს ან დაფუძნდეს. თავიდან ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას თავისი ჯიში გაუმჯობესოს. მას დიდი რაოდენობით ძე ექნება, ხბოს კარგი ეყოლება, შემოსავალიც მოიმატებს. თავი და თავი ყველაფერი ეკონომიკა, შემოსავალი და ფული, რომელიც იმ გლეხმა უნდა მიიღოს. შვილო, სახელმწიფო თვითონ უნდა შეთავაზოს ხალხს. ჩვენ რა შეგვიძლია? ძალიანაც რომ მევითხობოთ, ჩვენ გამეხედეთ ძალიან არაფერს არ მოგვცემს. თვითონ უნდა მოვიდეს რაიონებში და რაიონებიდან გამეხედეთ სოფლებში და სოფლებს უნდა გააცნოს მაგ ჯიშიანობას და არაჯიშიანობას. მომგებიანობას და რა მომგებიანობა. ჩვენ გამეხედეთ ჩვენ რა შეგვიძლია. ამერიკის განვითარების სააგენტოს დახმარებით ჯიშების გაუმჯობესებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მესაქონლეობის დარგი საკმაოდ არც ვიცი, სუდად არის განვითარებული ქვეყანაში და საქართველოს საკმაოდ მაღალია რძის პროდუქტების მოხმარების რიცხვით, მაინც აი ჯიშობრივი პრობლემა არის ძალიან დიდი და ამ შემთხვევაში დავიწყეთ ჩვენ ხელოვნური განაყოფიერება, რომელიც შედარებით ახალია საქართველოსთვის. ლანდრასის ჯიშის ღორების მოშენება თელეთში 2008 წლიდან დაიწყეს. სუფთა ჯიშის მოშენება და კომბინირებული კვება მოგების უმთავრესი პირობაა. აუცილებელია აწარმოოს სანაშენე მუშაობა გამომდინარე იქედან, რომ თუ მას წაუვიდა ნათესაური შეწყვილება, ეს ყოველთვის გამოიწვევს ესე იგი იმბრედულ დეპრესიას. ანუ ესე იგი შთამომავლობა წამოვა რახიტიანი. გოჭების რაოდენობაც იქნება მცირე, ანუ მან უნდა აწარმოოს სანაშენო აღრიცხვა. უნდა რომ მოგება ნახოს. მეორე, აუცილებელია ესე იგი ნომირებული კვება. და სრულფასოვანი საკვები. უნდა იყოს აუცილებლად სრულფასოვანი საკვებში. ქერი, ხორბალი, სიმინდის ღირღილი, სოიოს შროტი და პლუს კიდე ესე იგი პრემიქსებს, ანუ ვიტამინოვან მინერალურ დანამატებს. ეს აუცილებელია. წელიწადში შეგვიძლია მივიღოთ 25 გოჭი. ვღებულობთ, კი არ შეგვიძლია და მივიღოთ. ვღებულობთ და ზრდით, 1-2-საგან. მეგორია? კარგია, ხო? გამორიცხულია ცხოველმა არ მოხდეს მოგება. ეხლა ტყილა ნურავინ ვიწვს, ან ძროხა წამგებიანია, ღორი წამგებიანია. თუ რა თქმა უნდა, თქვენ ნორმალურად კვებავთ მას, რაც უნდა დაგიჯდეს საკვები. ის მაინც მოხდეს მოგებას. გამომდინარე საბაზრო ეკონომიკიდან, ხო? არ არის ვეზიდები საიდან ესე ამ გაყინულ ქათმებს და გაყინულ ღორის ხორცს და ესე იგი კენგურუს ხორცს. რაში ჭირდება, როცა ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ადგილობრივი მეურნეობა, ჩვენი გლეხები დავასაქმოთ, ხომ? ვაწარმოოთ ჩვენი საკუთარი წარმოების საკვები. საქსტატის მონაცემებით 2006 წელს ღორის ადგილობრივი წარმოება 31000 ტონა იყო. იმპორტი კი 8000 ტონა. 2007 წელს ადგილობრივი წარმოება 21000 ტონა. იმპორტი 13500 ტონა. 2008 წელს ადგილობრივი წარმოება ჩამორჩა იმპორტს და 11400 ტონა შეადგინა. მაშინ როცა იმპორტი 12900 ტონა იყო. 2009 წელს ადგილობრივი წარმოება 8000 ტონა. იმპორტი კი 13000 ტონას აღემატება. ღორის წარმოების კატასტროფული ვარდნა 2006 წლის გაზაფხულზე დაიწყო, რაც ღორის ჭირის გავრცელებამ გამოიწვია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ღორი აფრიკული ვირუსით განადგურდა. 2006 წელს ფოთს აფრიკიდან მომავალი ხომალდი მოადგა და ნაგავი დაცალა. როგორც წესი, სახელმწიფოს ნაგვის უტილიზაცია უნდა მოეხდინა, მაგრამ არ მოახდინა. ვირუსი სწორედ ამ ადგილიდან, ჯერ ფოთის მიდამოებში გავრცელდა, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოედო. ქვეყნის მასშტაბით 9 მილიონამდე ღორი განადგურდა. მოსახლეობამ 50 მილიონამდე ზარალი მიიღო. ღორის ხორცის ადგილობრივი წარმოება დღემდე კლებულობს. საქსტატის ინფორმაციით, ღორის ხორცით ადამიანის უზრუნველყოფის კოეფიციენტი 76%-დან 47%-მდე ჩამოვიდა. აგერ ვარ ბატონო ჩვენ მობრძანდით, მოგყიდით, მოამრავლეთ, გასავლით.
დაგეხმარებთ ყველანაირად. ვისაც კი უნდა. მზადა ვარ დავეხმაროთ. ბაზარი თბილისში იმდენია, რესტორნების ქსელი იმდენი რომ ვერ მოამარაგებ. დაკლულ წონაში ხორცის წარმოება 2006 წელს. ადგილობრივი წარმოება 83300 ტონა, იმპორტი 32100 ტონა. 2007 წელს 73000 ტონა, იმპორტი 53300 ტონა. 2008 წელს 57300 ტონა, ხოლო შემოტანილი 62100 ტონა. 2009 წელს 54300 ადგილობრივი, იმპორტი 61900 ტონა. დაკლულ წონაში ხორცის წარმოების მსგავსი დაბალი მაჩვენებელი 1950 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. პირველი მოგახსენებათ შუქიარა. აქ 20 წელი ნატურა არ გამთებულა და კომფორტი ყველას მოსწონს, მათ შორის თუშებსაც გაზრაზე ლაპარაკი. აუტანელი პირობებია ცხოვრების. ზამთარში გზა იკეტება და არ არის. ავტომანქანა ვერ მოძრაობს. ოქტომბრის ბოლოდან მანქანა კი ვეღარ დაგისახება. გზის, ელექტროენერგიის და ტელევიზიის უქონლობის გამო თუშეთი თანდათან დაიცალა. კახეთში გადმობარგებულები საკუთარ მიწას ზაფხულობით გაუბრუნდებიან. თუშები თავს დღემდე მეცხვარეობით ირჩენენ, თუმცა მათი გადმოსახლების შემდეგ ცხრის ფარად თანდათან შეთხლდა. 1990 წელს საქართველოში 1.618.000 სული ცხვარი იზრდებოდა. 2000 წელს 627.000, 2005 წელს 815.000, 2009 წელს კი 673.000. ცხრის ხორცი, ყველი და მატყლი თუშებისათვის თავისრჩენის საშუალებად რჩება. ბოლო 2 წელია თუშური ცხვარი აღმოსავლეთსა და შუა აზიის ქვეყნებში მოთხოვნადი გახდა. გაიზარდა ცხრის ფასიც 60-დან 130 ლარამდე. გასაყიდი მამალი თოხლი რაც არის, მას ყიდის და დედალს ვინახავთ. აი ამ მამალი თოხლიდანაც ნაწილს ისევ იმ წყემსებს ვახარჯებთ და დანარჩენი აი მიწის გადასახადი რაღაც სადღაცა და შენახება საარსებო წყარო იმდელი რომ აი პურსაც აშამ ოჯახსაც ინახავ და სადღაც კინკილაზე ვართ რა ესე თლადეგე კი არა ვართ გათქვეფილები ვარცებობ ოქტომბრის პირველ ნახევარში როცა მთებზე უკვე თოვლია ცხვრისფარა გამოსაზამთრებლად შირაქის საძოვრებისაკენ გამგზავრებას იწყებს. ცხვარი 10 დღის განმავლობაში სათუშო ტრასას გაივლის და გაზაფხულამდე ბარში დაბანაკდება. პრობლემებიც აქედან იწყება. სახელმწიფოს ევალება ის რომ ჩვენი ტრასა რაც არის, რაც ოდითგანვე დაწესებული იყო და ხვია ეს არის ტრასა. ცხვრის ტრასა თუ ტრასა შეიძლება მანქანის ტრასა იყოს იმისა და სათუშო ტრასას ვამბობ. ემ ტრასის ნახევარი კიდევ არსებობს. რაც არის დამშალი, სანაგვეთ არის გამოყენებული ხალხს რასულთავებენ თუ სოფელს ასწავლებენ და იქ ჩამოყრან ტრასაზე, იმ ნაგავს. მიდის მემერე ცხვარი მიყავს დაეხოვა ზოგი შხამია გადაყრილი, ვირთხების იმის საწამლოა და რაღაცა მეეხოვა იმას მარილი დაყრილია, რაღაც დაყრილია ჭამენ, გზაზე ყდება ერთი, ყდება მეორე, მესამე, მეათე შევიწროებულია. მეცხვარეს მნიშვნელოვან შემოსავალს ხორცთან ერთად თუშური ყველიც აძლევს. ზაფხულში როცა ცხვარი მთაშია და ბალახობს, ყველის დამზადებაც სწორედ ამ პერიოდში იწყება. დილით დაახლოებით 4-5 საათზე შეგვიდის ცხვარი. ვიწყებთ წველას. წველა მთავრდება 4-5 საათის შემდეგ. შემდეგ ძეში ვასხამთ ცხელ წყალს, ადუღებულ წყალს, ვასხამთ შაბოშს და ველოდებით შედედებამდე. შედედებას უნდა დაახლოებით 45 წუთიდან საათ 20 წუთამდე. შედედების შემდეგ დუღებთ, დარევიდან დაველოდებით სადღაც 5-10 წუთი. შემდეგ შრატავთ, ამოდის ყველი, ყრით პარკებში ვწურავთ. შრატს ვასხამთ თავის ქვაბში, რომელშიც უკვე იხარშებს შრატი, კალტი. მოხარშავთ შრატს და ამოდის კალტი. შემდეგ ვყრით გუდაში და ვაყრით მარილს.
თუშური ყველის დამზადება ოდითგანვე ცხრის გუდაში ხდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გუდა პოლიეთილენის პარკებმა ჩაანაცვლა. ადრე პირველი ის რომ ადრე არ გამოდიოდი იმდენად. ძალიან იშვიათობა იყო პარკი და მეტწილად ტყავებში ყრიდნენ და ეხლა რა კი ეს პარკში შედარებით არის ადვილი. ჩაყრა გაკეთება და რაღაცა და ტყავის გაკეთება და გუდის ის არის ცოტა შრომატევადი. პარკსა და ტყავს შორის განსხვავება არის ის, რომ ტყავი არის ბევრად თბილი და უფრო აი ის კარგად ფუვდება ყველი. თვალსაც კარგს იკეთებს და გემოსაც კარგს აძლევს ტყავი. პარკთან შედარებით. ცხიმიანობაც მეტს აძლევს ტყავი თვითონ. თერის განსხვავებული აქვს. იმის გუდის ყველი უფრო შედარებით ყვითელია ვიდრე იმის პარკის ყველი. ეს ინახავს ყველს, როგორც თუ ინახავს. ეს არის როგორც ბრენდი, რადგანაც მხოლოდ ამ ადგილას იწარმოება ეს გუდის ყველი. ბადრი კოჭლამაზაშვილმა 2005 წელს თუშური ყველი დააფასოვა და სუპერმარკეტების ქსელში გასაყიდად შეიტანა. საწარმო მსოფლიო ბანკის მიერ დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. თავიდან ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ საწარმოს ფინანსური პრობლემები შეექმნა და გაჩერდა. მომხმარებელს თუშური გუდის ყველის შეძენა მხოლოდ საკოლმეურნეო ბაზრებში უწევს. პროგრამები არის ფინანსური სახსრების სიმწირე. ვერ ვახერხებთ ფერმერებისთვის ფულის გადახდას დროულად. რადგანაც თვითონ წარმოებასაც დრო სჭირდება, შემდგომში სავაჭრო ქსელებში შეტანა არავინ არ გინაღდებს თავის დროზე, სანამ სრულად არ გაიყიდება პროდუქცია, მერე ხდება გაჭიანურება, უნდა მოხდეს გადარიცხვა, როდის გადარიცხვა და ეგრეთ წოდებულ პოსლეზეც რო გამოართვა წყემს, მას კიდე ფული ჭირდება რა და კრედიტი საკმაოდ მაღალია პროცენტი. ხორცსა და ყველთან ერთად მეცხოვრების შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა მატყლი. ქვემო ალვანში მცხოვრები ლილი მურთაზაშვილი ის იშვიათი გამონაკლისია, ვინც მატყლის დამუშავებას მიუბრუნდა. მან ხალხური რეწვისა და ტრადიციული ხელსაქმის აღდგენა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტით დაიწყო. 70-მდე ქალი მყავს დასაქმებული, ქალი კაცი. გერმანელმა პროფესორმა ეგერმა მე-19 საუკუნეში მონოგრაფია გააკეთა თუშურ მატყლზე, რომელსაც მსოფლიოში ერთადერთი უწოდა. აი ღრუვღეროიანი, კარგად იღებება და 20-ზე მეტი დაავადების მკურნალია. თვითონ ბეწვი შიგნით ღრუვღეროიანია, რომელიც სითბო-სიცივეს არეგულირებს. აი ეს ფარაონის ჩაიშია შეღებილი, ეს ხახვის, ქართული ხახვის ფოთშია შეღებილი, ეს თრიმლშია შეღებილი, ეს კაკალშია შეღებილი, კაკლის ქერქში, და ეს ორივე პამიდორის ღერებშია შეღებილი. აი ეს არის ღვინის ლეკში, იასამნისფერი. ეს არის ლაფნის ფოთოლში. აი ეს არის კუნელში, შავ კუნელში. აი ეს იფნის ქერქშია შეღებილი. აი ეს მაგალითად საუკუნის მოქსოვილი ფარდაგია, აი აქ რო არის. აი ეს 150 წელს მოქსოვილია. თუშური მატყლის ნაწარმის უცხოეთში გასატანად მას სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. სახელმწიფოს უფრო გატანაში, საქართველოსთან გატანაში რო დახმარებოდა. აი ბაზარი იქ მოეძებნა უფრო საზღვარგარეთ. მაგალითად ძალიან კარგი მყიდველები არიან შოტლანდიელები, ფრანგები, გერმანელები. მე რო აი ასე დაფინანსებაც მივიღე და აი რაღაცა შემოსავლის პატარა წყაროც ვნახე და იმ ქალებმაც ნახეს, ვინც აქ მუშაობენ, ეხლა უკვე დაინტერესდნენ. ის წასული ქალები, ვინც არიან ნახევარი სოფლის ქალები, უფრო ქალები მეტად წასულები არიან, მობრუნდებიან, იქ კი აღარ ემსახურებიან იმ სხვაებს მონებად და მოსამსახურებად კი აღარ იქნებიან. თავის საქმეს გააკეთებენ აქ იმას, რაც იმათ მამა-პაპას და იმათ წინაპრებს უკეთებია. 20 წლის შემდეგ პირველად თუშეთში სინათლის პერსპექტივა გაჩნდა. მსოფლიო ბანკისა და USAID-ის დაფინანსებით თუშეთში ჰესი შენდება, რომლის სიმძლავრეც 100 კილოვატ-საათია. გამომუშავებული ელექტროენერგიით 7 სოფელი მომარაგდება. ძალიან ბევრ ამას გააკეთებს ეს იმისთვის რომ ხალხი დამაგრდეს. პერსპექტივა ძალიან დიდია. ზამთრის ტურიზმი თუ განვითარდა, ზამთრის ტურიზმი. პერსპექტივა ძალიან დიდი იქნება. უბრალოდ აი საჰაერო მიმოსვლა თუ რაღაცნაირად მოხდა ისე რომ საჰაერო მიმოსვლა აღდგა აქ თუშეთში. ნუ ხალხით დარჩება მე როგორ რა თქმა უნდა. აი კვირაში ერთი რეისი რომ მაინც იყოს, აუცილებლად დარჩება. წარმატებული პროექტების უდიდესი ნაწილი დონორების მიერ არის დაფინანსებული.
USAID-მა ბოლო 5 წელიწადში სოფლის მეურნეობაში 50 მილიონი დოლარი ჩადო. 1000 წლეულის ფონდმა 15 მილიონ დოლარზე მეტი. სახელმწიფომ 2008-9 წლებში IAPI კრედიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობაში 28 მილიონ ლარამდე კრედიტი გასცა, რაც 16 მილიონი დოლარის ეკვივალენტია. ხოლო 2010 წელს პროგრამა საერთოდ დაიხურა. სოფლის მეურნეობის დაკრედიტებაზე თავს იკავებენ კომერციული ბანკებიც. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2009 წელს ბანკების მიერ სოფლის მეურნეობაში, მეტყევეობაში და თევზჭერაში გაცემული სესხი-მთლიანი საკრედიტო პორტფელის 2.5% შეადგენს. საპროცენტო განაკვეთი კი 20%-ს აღემატება. ამ სფეროში დაბალია ინვესტიციების მოცულობაც. ზოგადად რისკიანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება, ასე ვთქვათ, რაც პირდაპირ ნიადაგთან და ბუნებასთან არის დაკავშირებული. მეორე ის, რომ არის ძალიან მწირი ინფრასტრუქტურა საქართველოში, ეს ძალიან დაბალი თანხები იდება ამ ბიზნესში ზოგადად. მესამე არის ის, რომ ჩვენთან არის ძალიან დიდი ნაკლებობა კვალიფიციური სპეციალისტების, რომლებიც იციან სოფლის მეურნეობა, ეს ეხება როგორც მწარმოებლებს, ანუ აგრობიზნესში დაკავებულ ხალხს, ისევე ბუნებრივია დამკრედიტებლებსაც. ტექნოლოგია საკმაოდ ძვირი სიამოვნება არის, ამას ინვესტიცია სჭირდება და სოფლის მეურნეობას აუცილებლად სჭირდება გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტი. აუცილებლად. ამის გარეშე სოფლის მეურნეობის სექტორი ვერ აღდგება. ქვეყანაში წარმოებული ხორცის პროდუქტების 90.9% ოჯახურ მეურნეობებში იწარმოება, ხოლო 9.1% საწარმოებზე მოდის. ოჯახურ მეურნეობებზე მცენარეთა ნათესი ფართობები 97.2%-ია. წარმოებაზე კი 2.8%. სწორედ იმის გამო, რომ სოფლის მეურნეობა აგრობიზნესად ვერ იქცა, ყოველწლიურად იზრდება იმპორტის მოცულობა. საქართველოში 2005 წელს 424 მილიონი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქტი შემოვიდა. 2006 წელს 594, 2007 წელს 762, 2008 წელს კი იმპორტმა 913 მილიონ დოლარს მიაღწია. ძირითადად ახლა რა ვთქვათ, ჩვენ მაინც ვართ დამოკიდებული შემოტანილ პროდუქტზე. სურსათზე. ძირითადად რასაც ჩვენ მოვიხმართ, ფაქტიურად 80-90% ეს არის შემოტანილი. და არა ჩვენ. ასე რომ ჩვენ ინდუსტრია ამისი არ გვაქვს, რო გქონდეს ამის ინდუსტრია, ჩვენი სურსათი გვექნებოდა. თან ტექნოლოგიების დანერგვას სჭირდება ტექნიკა, სჭირდება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ინვესტიცია სჭირდება და ჩვენთან საკმაოდ დიდი პრობლემა არის ფინანსების მოზიდვა სოფლის მეურნეობის სფეროში. ტრაგიკულიც არაფერი ხდება, უბრალოდ როგორც თქვი, რამდენადაც რისკები არის ასაწონი და რამდენადაც ასე ვთქვათ, რისკი გიშვებს მომხმარებელთან, იმ დონეზეც ხდება დაფინანსება. ახალციხის საკალმახე მეურნეობა, რომელიც ზოვრეთის მდინარეზეა გაშენებული, უკვე 20 წელია ფუნქციონირებს. 2004 წლიდან კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა და თევზის მოშენება სოფლის მეურნეობის დარგიდან ამოიღეს. 2004 წლიდან ეს დარგი აღარ ითვლება სოფლის მეურნეობის დარგად. რასაც მსოფლიოში ანალოგია არ აქვს. არ არსებობს ესეთი დარგი, ესეთი საქმიანობა ვინმე ეწეოდეს და ეს სოფლის მეურნეობის დარგად არ ითვლებოდეს. ვინაიდან მოვიხმართ მხოლოდ მიწას და წყალს, არანაირი ქიმიური, ტექნოლოგიური და ქარხნა დანადგარები ამას არ ჭირდება, აი ბუნებრივად იზრდება რა. შეღავათი ვექნებოდა ჯერ პირველ რიგში, რომ სოფლის მეურნეობა ისე არის ბეგრება, როგორც მრეწველობა. თავისუფლები არიან მიწის გადასახადით, თავისუფლები არიან, შეიძლება მიწის გადასახადი აღარ იყოს, ადრე იყო. თავისუფლები არიან დამატებითი ღირებულების გადასახადით და დეგეგეთი და თავისუფლები არიან იმის მოგების გადასახადით. 20% იყო და ეხლა არის 15%. იმის გამო, რომ სესხი ძვირია და დაბეგრვა ტვირთა დაწვება, ზოვრეთის საკალმახე მეურნეობა გაფართოებას ვერ ახერხებს. ჩვენი პროდუქცია იყიდება მარტო ბორჯომში, აბსოლუტურად არცად არ გაგვაქვს. ვინაიდან თვითონ ვერც ვაწარმოებთ ისეთ რაოდენობას, რომ მაგალითად რაღაც დიდი რაოდენობა იყოს და მე იმის რეალიზაციაზე პრობლემა, მოთხოვნილება გვაქვს. აქედან გამომდინარე არ არის ჯერჯერობით საჭიროება იმისა, რომ მეურნეობიდან თევზი ვატაროთ. დისტრიბუცია ხდება მხოლოდ ბორჯომში. ბოლო წლებში თხილის საექსპორტო პროდუქცია იქცა და დასავლეთ საქართველოში გლეხებს შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდათ.
ოფიციალური მონაცემებით 2009 წელს გლეხობიდან 21000 ტონა თხილი მოიკრიბა და აქედან 17600 ტონის ექსპორტი განხორციელდა, რაც ორჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. დასავლეთ საქართველოს ექსპორტირებული თხილიდან 69 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ძირითადი პარტნიორი ქართული ქარხნებისთვის არიან გერმანელი, ძირითადი, რაღაც გამონაკლისების გარდა. ჩვენ კომპანიას უფრო დაწოლა აქვს ესპანეთი, ინგლისი და 2010 წლის მარტიდან დავიწყეთ უკვე ამერიკაში. ამერიკაში გადის ჩვეულებრივ გატეხილი ნატურალი თხილის გული დაფასოებული. მცირე ზომის. და სველი თხილი სადღაც ღირს 3 ლარამდე. აი ეგრევე რო ჩააბარდეს. 3 ლარი. ეგ 6000 ლარს აიგებს. მე რომ მარტო თხილში. ცოტა ზარმას ხალხის კულტურაა. ყველაზე მთავარი ივლისში არ მოგვარონ. დანარჩენ რო გითხრათ რომ ახლა მაგას მოთხოვნა მაგას არ უნდა. გასხლა ტოტებს მიაჭრი და ეგ არის. ადვილი მოსაყვანია რა. თუ მიწავარგა კლიმატური პირობები დასავლეთში აბსოლუტურად მისაღებია და თუ შრომელი ადამიანია უბრალოდ იმ გექტარზე თხილის გარდა რომლიდან საშუალოდ 6000 ლარს აიღებს წელიწადში თლიანად მთელი პარტო აი 4 მეტრია ძირებს შორის დაშვება. გამოიყენოს სხვა კულტურა დათესოს. რო დარგო მე რა ფერკითა შეიძლება 100 ლარი დაჭირდეს თვეში ყველაზე წელიწადში ყველაზე დიდი. გლეხს რომ მოყავს მოსავლის ერთდროულად ეგრევე არ ყიდის. ეს არაფუჭებადი პროდუქტია, აშრობს და ყიდის იმის მიხედვით თუ რამდენი ფული სჭირდება მას. გურიაში ოდითგანვე მთავარი შემოსავლის წყარო ჩაი იყო. დღეისათვის ჩაის წარმოება 5000 ტონაა, მაშინ როცა 1998 წელს 458000 ტონა იყო. ჩაის წარმოებისა და ექსპორტის მკვეთრად შემცირებამ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში შემოსავლების შემცირება გამოიწვია. ბოლო პერიოდში ჩაის წარმოების მცირე მეურნეობებმა გამოცოცხლება დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს 2200 ტონა ჩაის ფოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 5%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ექსპორტიდან შემოსავალი 1.5 მილიონი დოლარი იყო. მყიდველი ჩვენ ჩაის ყავს უკრაინაში. ჩვენი წარმატების საიდუმლო არის მაღალი ხარისხი და კლასიკური ტექნოლოგია ჩაის გადამუშავებაში. ფოთოლს არაფრით არ მივიღებ თუ ის დაბალი ხარისხისა, ან მაღალი ხარისხის არ არის უფრო სწორად. ყველაფერი შემაფერხებელია ამ საქმიანობაში, ჩაის პროდუქციის გასაღება კი არ არის. თვითონ ჩაის პლანტაციის არ ქონა. მრავალჯერ დავაყენეთ საკითხი ადგილობრივ ხელისუფლება ადგილობრივი გვიჭერს მხარს გუბერნატორი, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო რატომღაც არ გვაძლევს ჩაის პლანტაციების ყიდვის საშუალებას. გავერანებული ჩაის პლანტაციის შესასყიდ თანხას იხდის მთლიანად უკრაინა, მის რეაბილიტაციას ხარჯებს დაფარავს უკრაინა და შემდეგ ის ფოთლის შემოსავალი, რაც მოიკრიფება აი ამ სოფლებში, ყველა იქნება აი ამ მოსახლეობისთვის როგორც ხელფასი და როგორც შემოსავალი. 5 თვის განმავლობაში 3000 ლარი ცუდი თანხა არ არის ოჯახის შემოსავლად, 1 გექტრიდან. ვაპირებთ ჩაის პლანტაციის ყიდვას. გავერანებულია და ტურა და მგელია შიგნით. ხელი შეგვიწყვეთ ამის ყიდვაში. ხომ შეიძლება 30 წერილი, ხომ შეიძლება რომ არ დარჩეს საჯირო. რაღაც გავერანებული ტყეში მდებარე ჩაის პლანტაციის საყიდლად თუ კი ჩვენ იმ სოფელში დავასაქმებთ ადგილობრივ მოსახლეობას. განა ამაზე უკეთესი დასაქმების პროგრამა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ თხილი და ჩაი ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, გურიაში გლეხს მაინც ძალიან უჭირს. ჩაი თავროა მოსპო, ფაბრიკები აღარ მუშაობს. არის ეგ აქედან 2 კილომეტრში კიდო. ხო, მაგრამ ამხელა ხეებიაშით. უპატრონოთ. ხეებიაშით. ამოსწოლი. ჩაი რომ იყოს, ჩაი კიდევ შეიძლება ცხოვრება. ჩაი რო იყოს, მაგრამ აი ფაბრიკები დაანგრიენ. არ არსებობს. სიმინდი მოდის, ლობიო, ცოტა და სოიო. აი სასუგი თვალმიეცი არაფერი არ იქნება. სასუგს თანხა უნდა. სასუგს. ამას დამუშავა უნდა იანდაქს. თუ არ დაამუშავე, მარტო ჩალა იქნება. მეტი არაფერი. სასუგი 25 ლარია. სასუგი რო იყიდო. ამას უნდა 3-4 ბაჭკა სასუგი. სალიაგა უნდა ტრაქტორს ფული უნდა. დიდი ჯდება ხარჯი და მოსავალი ნაკლები არის. მაინც მოუყავს. რა უნდა ქნახლა? ოჯახი ხო გინდა რათა? ცოტა. ყიდვას კიდო მასე ჩვენ ფიზიკურ შრომას ხოჯობინეთ კიდო.
გოდერძი აკოფაშვილს 10 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ადრე გაზაფხულზე დაესწრა და მოსავალი სრულად გაუნადგურდა. Შეიძლება მოგვლიჯე რაც იყო შეჩენილი. აი ეს უნდა ყოფილიყო უკვე ერთი ამ სისხლი. ეს არის ვაშლატანი. აი ეს ბაღი არა 10 წელიწადია ჩემი ის არის გაშენებული. 10 წელიწადია რაც შევიძინეს ისა და რო არ მოვუარო სიცხვილიც არის ჯერ ერთი და წელს ახლა 1 წელიწადს არ გაგიმართლებს 2 წელიწადს მე იმ შენ დანახარს როცა იქნება კი ამოიღებ მაგრამ ხო არ გაახმობ რა. ყველა ვარიანტში მაინც უნდა მოვუარო. აი ახლა ხო გამიფუჭდა მაგრამ მაინც შევაწამლინე ისო ქენი. იგივე მოვლას უტარებ მაინც გაფუჭებულს. წელს არ იქნება რავი როცა იქნება მე 10 წელია ველოდები. მეხილეებისათვის სიტყვა ერთადერთი პრობლემა არ არის. მაშინაც კი როცა დიდ მოსავალს იღებენ, რეალიზაცია უჭირთ. წლევანდელი მოსავალია რა წელი. რამდენი გადაიყარა კიდე ცარილა ყუთები იქითა წვე. 1 ლარია რა არ. 5 ღირს 2 ლარი, 1 ცარილა ისა 5. და ვაშლიღის 1 ლარი. აბა წარმოიდგინე. საკონსერვო შეაბარებენ ლარად ხო, აქ მოდიან და აი დიდი მანქანა დადგება ბირჟაზე, მიიტანო და ჩაცალო რა და გაატანო 1 ლარს, 1 ყუთში 1 ლარს გადაგიხდის. 1 ლარად 1 ყუთი. აბა 25 კილო. როცა რო დრო იყო ხოლმე რომ 25 კილოვანი ვაშლი დაახლოებით 30-40 ლარიც აღირდა. ეხლა აბა და ის კიდე მოვლა და ისა უფრო გაძვირდა კი არ გაიაფთა. სალიარკა გაძვირდა, წამლები გაძვირდა და რამე. თქვენ ნახეთ ის ვაშლი, რომელსაც მაგას თხოვდნენ 1 ლარად და 4 ლარად. უნდა მოიყვანო ის, რასაც ბაზარი ითხოვს. აღარ უნდა ჩვენი ვაშლის ბაღები იყო გათვლილი ყოფილ საბჭოთა კავშირის ბაზარზე. ამ საზღვრების გახსნა მოიტანა თავისი, ასე ვთქვათ, სამომხმარებლო მოთხოვნის ცვლილებაც არა და ამას უნდა შეესაბამოს ის წარმოებელი, თორე ვერ გაყიდეს უკვე თავს. USAID-ის კიდევ ერთი პროექტი სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა. მეხილეთა ასოციაციამ ორიგონის შტატიდან ამერიკული ვაშლის ძირები შემოიტანა და სანერგე მეურნეობა გააშენა. თავიდან რომ შემოვიტანეთ ეს ჯიშები, ხალხმა ჩვენ კეხურას აჯობებს და გლეხის ბუნება მაინც ჩვენ მამპაპურია და მაგრამ ახლა რომ უყურებენ ამას. ადრე შევიდა მსხმოიარობაში ბაზარი საუკეთესო აი ვაჭრები დღეში 5 კაცი მოდის რომ ხვალ გაყიდით თუ გაყიდით მე არ გამომაპაროთ და მე წავიღებ და ასე და ახლა კი იხოცებიან დიდი მოთხოვნა და ვერ ვაკმაყოფილებთ ნერგით ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას ამერიკული ვაშლი ნაყოფს მეორე-მესამე წელს იძლევა და ნახარჩ მალე ანაზღაურებს და ჰექტარზე 7-8 ცენტნერს ისხავს. მაშინ როცა ქართული ჯიშის მსხმოიარობა 100-120 ცენტნერია. გოლდენის, ლიბერტის და გიბსონის ვაშლის ჯიშებმა ადაპტაცია საქართველოში წარმატებით გაიარა. გემური თვისებებით განსხვავდება, იმიტომ რომ ეს საიდან შემოვიტანეთ ორიგონის შტატიდან. იქ მზის ენერგია საათი, სხიური მზის ენერგია არის 840 საათი წელიწადში მზის ენერგია სხიური. ჩვენთან არის 1480. და მეხილეობას აუცილებლად დღეღამური ტემპერატურა უნდა განსხვავოს მინიმუმ 12 გრადუსი. უბრალოდ ეგრეა 12-15 გრადუსი. კიდევ ერთი პრობლემა, რაც მეწარმეებს და გლეხებს ექმნებათ, სამაცივრო და სასაწყობო მეურნეობების არქონაა. შესაბამისად, ქართული ვაშლი მოკრეფიდან მალევე კარგავს ხარისხს და გემურთვისებებს და ვერ უწევს კონკურენციას იმპორტულ პროდუქტს. მაცივარი რო გქონდეს, იქ რაღაცას გადაიხდი თავის გადასახდელს, შეგენახება, თქვა თუ არა აქვს. ეხლა ატამს რო კრეფის დროს ნაკლები ფასი აქვს, იმას ერთი თვე გააჩერებ თვენახევარი, მერე გაყიდი 2 მაგ 3. სომხებში მაგალითად სულ ყველა ნებისმიერ ოჯახს, ვისაც ამოძნით ეს ატამი და გარგალი და ეს ყურძენი. ნებისმიერ ოჯახს აქვს ჯერ იმას აშენებს მაცივარს თავისთვის. მერე ბაღს აკეთებს რა. ეხლა ჩვენთანაც რო იყოს ეგ პირობები რომ მაგალითად შენ მოკრიფო 1-2 თვე გააჩერო ძალიან მომგებიანია მაგრამ ის მაცივარი ძვირიჯდენი გლეხებისათვის ყველაზე დიდი პრობლემა სარწყავი წყალია. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოწევა წყლის გარეშე თითქმის შეუძლებელია. საქართველოში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწები 3 მილიონ ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 27%, ანუ 810,000 ჰექტარი სახნავად ვარგისია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, სარწყავი და სადრენაჟე სისტემები მხოლოდ 78,000 ჰექტარზეა აღდგენილი, რაც სახნავად ვარგისი მიწების 10%-ზე ნაკლებია.
ქვეყნის მასშტაბით სარწყავად ვარგისი მიწები შემდეგნაირად ნაწილდება. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ქვემო ალაზნის სარწყავის სისტემის ტერიტორიაზე, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აღდგა. აქ ნარგავების მორწყვა და მოსავლის მიღება არ უჭირს. ის მხოლოდ 14,000 ჰექტარზეა აღდგენილი. კახეთის დანარჩენ ტერიტორიაზე არხები დამშრალია. მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება, რაც მათ მოსავლის მიღებაში ხელს უშლის. წყალი როგორ უნდა მქონდეს ჩვენ ცხოვრებაში? დღეს წყალი არ არსებობს, რომ ადამიანმა მორწყოს. აი ეგ რომ წყალი მოდიოდეს, როგორმე მოუგდებდი და მოვწყავდი. არ არსებობს. ეს თუ რამე იყო სისტემა, აღარ არსებობს და აღარ არის. სახელმწიფომ 2008 წელს სარწყავის სისტემების მოვლა და განკარგვა 4 შპს-ზე გადაანაწილა და წყლის საფასურის ამოღებაც ამ კომპანიებს დაავალა. თუმცა პრობლემა მაინც არ მოგვარდა. ქართლში მოსახლეობა წყალს ვერც აღდგენილ ტერიტორიაზე იღებს. სათავიდან არ მოდის დიდი წყალი, პირდებიან ხალხსა რომ წყალი გექნებათ, ფულები გადაიხადეთ და წყალის ახლა თქვენი თვალით ხო უყურებ, რომ ეს სამსე უნდა იყოს და არ არის წყალი. ორი სოფელია დაჯახებული ერთმანეთს, რა ისე მოხდება რომ შეიძლება დაახოცინონ ხალხი ერთმანეთს ამ წყლის გულისთვის. გადაიხადეთ ფული გეუბნევიან, კაი, ვინც გადაიხადა ისა ხოცოდუა რომ მე გადავიხადე ფული და წყალი არა მაქვს. აი რაც დაწყდა, სადღაც 20 დღეა უკვე დაძდევენ ესე და ამ ტანჯვაწამებაში არის. და პირადად ჩვენა ეხლა აი ვინცა ვართ აქ, ხო? ჩვენა 3 ღამე ვათენეთ და კიდევ ვერ მოვწეთ. რაც აგვაქვს მოსარწყავი. ყალი რო იყოს ფაქტიურად არხში, იმდენი წნევისა და ზომისა და წონისა შეიძლება ყველაფერი გაკეთდეს. ლიჟბი იყოს არხში წყალი. დანარჩენს ჩვენ მოვულით. წყალი უნდა იყოს თებერვლის თვიდანა. პირველი უნდა ჩაკარდეს თებერვალში და წყალი მოვიდა მაისის ბოლოსა. თაღმა შეჭამა სულა, ახალგაზრდა ძირები. რატო? რატო და ის წყალი გაგვეშვა ჩვენ, თაგვი არ გაჩერდებოდა, არ დაიბუდება. 250 ძირიდან რომ 180 ძირი გახმება ვაშლი. ისე ხოზარალია. მე მივალ დავატრიალებ, გაუშვებ, ეს ამოვა, მე რო ჩავალ ბაღში, დაატრიალებ დაკეტავს. აბა რა აზრობაა. წყალი რო იქნება, ისა გაიყოფა ერთიანი და ვსიო იქნება. არც ალაპარაკო გახდება, არც აჩხუბარი გახდება და არც არაფერი. ამ ტერიტორიაზე ხელოვნური ტბორიც არსებობს და სათავე ნაგებობაც, თუმცა ვერც აქედან იღებენ წყალს. ეს ტბორები არის ხელოვნური ტბორები და კომუნისტების დროსაც გაკეთებულია წყალსადენი, რომელსაც ჩართავდა თელ ბებნისის ტერიტორიას გასარწყავებულია აქეთ ზედამყარეთ. არ ართავენ. ძვირი ჯდება მაგის ის რა ქვია, ფულის გადახდა დენისა და მაგის გულობაზე არ იწვება და ხალხი ვერ შეწდება როცა წყლის პრობლემაა იმერეთშიც. სამი წლის უკან ახანებ ფოტოებით იყვეთ ასე თბილისიდან. და ამ არხის პირზეო ახანეო მოჭერითო თუ რამე არისო. ხეებიო. რომეო არხს ვაკეთებთო და ესკევატორიდან ბოგირები და ისე იყრებაო. გაგვიხარდა ხალხს მოვჭერით, გავასუფთავეთ ახურობა ამ ზოლზე და იმ ზოლზე იქით. შენ მოდი მერე კაციშვილი არ მოსულა ახანე ხეები ამევიდა და მეორეჯერ მოვჭერით მერე ხეები. შეშად. მე დავირ მე კაციშვილი არ მოსულა მერე. არც ბოგირები გოგეთებიეთ. არც წყალი მოსულა, არაფერი ერთია კიდო კაი, წყარო წყალი გვაქვს, აქ ახვასმებთ, ახლა ძროხებს წყალს. წყალი არ არის ეს საბალახუებზე, წყალი და მოყვავს, იქედან აგერბასმებთ ახალე. წყალი რო ყოფილიყო, ახლა რაც არის, ახლა ხო თქვა, აგერ გურამენ ერთის, რა ქვია, 100 კილო იმას ვერ წამოიღებს ამ ხალა ფართობიდანო. კაციო. ახლა კი არის 20 ჰექტრამდე არის, მართლა 100 კილოს ვერ წამოიღებს კაცი. და წყალი რო მორწავ რაღაცა იქნება. ტაროს მაინც გეიკეთებს, ახლა ტაროს არ გეიკეთებს. წყალი არ არის ქვემო ქართლში. ეს არის ნახევრად უდაბნო ტერიტორია და ამ თუ წყალი არ იქნა. რაც მინდა მიწა. მომეცი მიწა? იქ აქენი სიკეთე ხო? მაგრამ სიკეთეს მარილი მოაყარა და მომეცი წყალი. გადაგიხდი იმ წყლის მზადანო, აღადგინე ოღონდ არის. დგას წყალსაკაჩები. ტრასა არის აგერ ახლა. გამოუშვით წყალი და ჩვენ გადავიხდით ბატონო. მოვიყვანთ მოსავალს. და თქვენ მე თბილისელებმა დავზანდით და მიირთვით. დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთისაგან განსხვავებით ჭარბწყლიანია და აქ სადრენაჟი სისტემის მოწყობაა საჭირო. აქ ოდესღაც სადრენაჟი არხებიდან წამოსული წყალი სათავე ნაგებობაზე სპეციალური საქაჩით იკაჩებოდა და მდინარეს უერთდებოდა. დღეს ეს სისტემა უკვე განადგურებულია. არხები ბალახებითა და მიწით არის ამოვსებული. მართალია 5 წლის წინ მსოფლიო ბანკის კრედიტით ეს ტერიტორია აღდგა, მაგრამ მას შემდეგ არხებისათვის აღარავის მოუვლია. ნიადაგი არ გიწყობს ხელს. ნიადაგი არის სოფელი ნიადაგი. ამას უნდა დიდი არხები. არხს საწვავი უნდა
ფული უნდა და ძნელია. გაწმინდნენ, მაგრამ ასე გაწმინდენა. არ ვხედავ. გაწმინდნენ 2 წელიწადში ამეიფსტოი. გეიფსტო არხები უკვე და ვინა პატრონი. თანათან მიწა ხომ ჩივაში და ახლა ახლა იმას ვინ ამეიღებს მიწას. მე ზარალით ვამთავრებ. ზარალით ვამთავრებ. თვერს, აი ვენახს რა, ვენახ. მოყვანაც ზარალით ვამთავრებ. 60 კაპიკა ჩავაბარე შაშან 4 დონა საფერავი. რა გამომივიდა? იქ ქირა, იქ მარტო 150 მანეთი მაშინაში მივეცი. რო წავიღები, იქ რა ქვიან აზისუბანიათ რა ქვიან, რა ვიცი. იქ ჩავაბარე. მარტო 150 მანეთი იმაში ქირაში მივეცი. ეს მოწამლა ესა და რაღა დამჭა არაფერი 500 მანეთი ფულის საგარეში დარჩა. მოგება არის? არ არის მოგება. მომგებიანი. ჩემო ბატონო, იქნება მაშინ, როცა დაიაფდება საწოვები და დაიაფდება რომ ადვილად მოუხნა, ადვილად გავაკეთო და როცა მე პენსიამა და პენსიონერი ვარ და მაქვს 90 ლარი დამსახურებისა და ყველაფერზე ჩემი მშრომისა, აი მაშინ ექნება მაშინ ფასი, როცა იქ ნაკლებს დავხარიავ. და დღეს კიდევ არის ძალიან ძვირი. როცა სალიარკა ხარ ლარი და 82 ლარი. როგორ უნდა მივცეთ ჩვენ, როცა ეს პენსია მაქვს? ვენახის მოვლა სადღაც 2000 უჯდება. მეტი 1 გექტრისა და ფაქტიურად შეიძლება რომ ამან 1000 ვერ აიღოს. ეგ არის ბუნებაზე ყველაფერი დამოკიდებული. ყურძენს რა ფარშიო შარშან მივყიდე ამათ აი რო აი ჩამოჭკნა 50 თეთრში. პრობლემები გლეხებს კახეთში 2006 წლიდან რუსეთის ემბარგოს შემდეგ შეექმნათ. ამ პერიოდში ღვინის ექსპორტი 5 ჯერ შემცირდა. ღვინის ქარხნების ნაწილი საერთოდ დაიხურა. შესაბამისად შემცირდა ყურძნის რეალიზაცია და მისი ფასიც. იმისთვის რომ ყურძენი კვლავაც მომგებიან პროდუქტად იქცეს, აუცილებელია ახალი ბაზრების ათვისება. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ქართული ღვინის რეალიზაცია არ ჭირს. განსხვავებული მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში, სადაც საქართველოს როგორც ქვეყანას არ იცნობენ. ეს კი პირდაპირ აისახება ქართული ღვინის გაყიდვაზე. ამერიკაში შევიდა სუპერმარკეტში ვიღა ჯიმი პირობითად და მას უნდა ღვინის ყიდვა. უამრავი ღვინოა 1000 სახეობის. ჯიმი უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომ იყოს ეს ქართული ღვინო. რატომ ისმის კითხვა. ჯიმის თუ არ უთხარით ჩვენ რომ ეს ქართული ღვინო კარგია და ჯობია ჩილის და ამერიკულ ღვინოს, ჩილი არ იყიდეს ჩვენ ღვინოს. ესაა პირველი პრობლემა, ესე იგი რომ ჩვენ ამერიკელს საშუალო ამერიკის ცნობიერებამდე მივიყვანთ ქართული ღვინის არსებობა და მისი ხარისხი. მარკეტინგსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მაგ შემთხვევაში. თუ კახეთი ამ შემთხვევაში სწორად წარდგა, მარკეტინგულად სწორად წარდგა მსოფლიოს წინაშე, რასაკვირველია ამის მიღწევა შეიძლება. მაგრამ ცოტა შეორეული პერსპექტივა. დასაქმებული იყოს 80. მეორე მთავარი პრობლემა ყურძნის ხარისხია, რომლისგანაც ხარისხიანი ღვინო უნდა დამზადდეს. ღვინის მწარმოებლები თვლიან, რომ ამისათვის გლეხს ვენახში ინვესტიციის ჩადება მოუწევს. მიღებული ფრაზა ეს მსოფლიოში და მეც მჯერა და ღმერთია, კარგი ღვინო კეთდება ვენახში. გლეხმა თუ საკმარისი თანხა არ ჩადო ვენახის განვითარებაში და ხარისხიანი ყურძნის მოყვანაში, იგი ხარისხიან ყურძენს ბევრს ვერ მოიყვანს. ხარისხიანი ვენახში უნდა იყოს აუცილებლად ძალიან კარგი საყრდენი მასალა. ანუ ვენახი უნდა იყოს აბსოლუტურად სწორი, ერთი მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ეს არის ხარისხიანი ნერგი. ხარისხიანი ნერგი შეიძლება აღებული იქნას მხოლოდ ხარისხიანი ვენახიდან. ასევე საჭირო შერჩევა იმ დასამყრობი მასალის, რასაც ხდება ამ ვაზის დამყნობა. ყველაფერ ამას თუ გააკეთებ, მიიღებ ხარისხიან ვენახს, რომელიც სტაბილურად გაძლევს ხარისხიან მოსავალს. იმ შემთხვევაში თუ გლეხი ყურძნის ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს, ხოლო სახელმწიფო ქვეყნის ცნობადობის, მაშინ წარმატების მიღწევა მცირე ფერმერული მეურნეობებითაც იქნება შესაძლებელი. ბურგუნდია არის ძალიან ცნობილი ღვინის რეგიონი, ისე როგორც პიემონტი იტალიაში, სადაც ძალიან მცირე მეურნეობებს, რეგიონები ცნობილია უძველესი დროიდან, ხარისხიანი ღვინის მოყვანით. და იქ მეურნეობები ძალიან მცირეა. ზოგს აქვს 9 ჰექტარი, ზოგს 1 ჰექტარი, ზოგს 9 ჰექტარიც არ აქვს. მაგრამ იმდენად ხარისხიანი ყურძენი მოყავთ, რომ მათი ღვინო თვითონვე აწარმოებენ ღვინოს და ეს მათი ღვინო ყოველთვის გაყიდვადი და მოთხოვნადია. ამ ნაკვეთების მომგებიანობის ორი ვარიანტი არსებობს. ან ამ ნაკვეთთან მიბმულია პატარა მეურნეობა, რომელიც აწარმოებს სულ რამოდენიმე შეიძლება 1000 ბოთლს, შეიძლება 1000 ბოთლის არ აწარმოოს, მაგრამ ამას კიდე ძალიან ზვირად.
ან კიდევ თუ ეს ვენახი ცნობილია ძალიან კარგი ყურძნით და ხარისხიანი მოსავლით, აბარებს უფრო დიდ წარმოებას, რომელიც შესაბამისად ყიდის სამხედროს. ვენახების მოვლას, ბოსტნეულის მოყვანას, ცხოველებისათვის საკვების დამზადებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა სჭირდება, რომელიც ძალიან ძვირია. საშუალო ფასი 23,000 ლარია. გლეხებს ამის შეძენა უჭირთ. ტექნიკის სიმწირე არის ის ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში გლეხებს ხელს უშლის. 1996 წლის შემდეგ დონორებისა და სახელმწიფოს მიერ რამდენიმე პროგრამა განხორციელდა, რის შედეგადაც შემოყვანილია 971 ტრაქტორი და 200-მდე კომბაინი. ქვეყანაში კი 3600-ზე მეტი სოფელია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამ სოფელზე ერთი ტრაქტორი მოდის. ივანდიცი არის სოფელი არის აგერ ჩვენთან ახლოს, მეზობელი სოფელია იქ არის ორი ტრაქტორი არის, 4 დაპირდა 2 მიცენ. ჩვენ დაგვიყვებიან 3, არც ერთი არ მოგვცენ. ძველი არის ტრაქტორები, ეს ვიტყვიან დენიკინის დროინდელი. არის 30-40 წლის ტრაქტორები არის. მის ნაწილები არის შევება. ოქროს ფასი აქვს ნაწილები. ტრაქტორი შევიყვა დაარიგენი, კერძოობა ახანე. ი მოდის და გეუბნება ამდენი უნდა ამ დახვნას. ხო, გინდა დაგიხნავს. თვარა და მიდის. რა აძვირებს ვენახის მოვლას ძირითადი არის ტრაქტორების ამბავი. რომ სოფლის მეურნეობას არა აქვს ტრაქტორები და თუ შემოვიდა და არის ძირითადად კერძო და არის ძალიან ძვირი. ვერ მოგვიხნია იმაზე რომ ძვირია, სალიარკა არის ძირითადად ძვირი. თავრობამ შემოვიტანა ტრაქტორები, მაგრამ ის ვენახში ვერ შედის. მარტო ადის მინდორში და ეგეც ძვირია. რაზეა ძვირი? ისევ სალიარკის ამბავია ძვირი. უფრო ნორმალურად დავაწყობ და იქნება უფრო კარგი. წყალტუბოს რაიონი მწვანილის წარმოებით არის ცნობილი. 7000 ფერმერი პროდუქტს კონსოლიდაციის ცენტრში აბარებს, რომელიც შემდგომ ექსპორტზე უკრაინაში გააქვთ. კონსოლიდაციის ცენტრი USAID-ის დაფინანსებით შეიქმნა, რომლის მიზანიც წვრილი ფერმერული მეურნეობებიდან მწვანილის შეკრება და ექსპორტზე გადანა იყო. ფრაგმენტირებული მეურნეობების კოოპერაციამ 7000 ოჯახს შემოსავალი გაუჩინა და ექსპორტიც განავითარა. ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს 2,200,000 დოლარის ღირებულების 3747 ტონა მწვანილის ექსპორტი განხორციელდა, რაც ორჯერ მეტია წინა წელთან შედარებით. ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ ჰერბიამ ევროპის ბაზრის ასათვისებლად ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა. ეს სტანდარტი არ არის სავალდებულო, ეს სტანდარტი არის ნებაყოფლობითი სტანდარტი, რომლითაც ჩვენ პროდუქტს ვამაგრებთ დოკუმენტებით და ვეუბნებით ევროპას, ჩვენს პარტნიორს, რომ ეს პროდუქტი მოყვანილი არის ზუსტად იმ წესით, რომელსაც თქვენ ითხოვთ, ევროპა ითხოვს. ანახიება გამოცდილ ფერმერს მიაჩნია, რომ ხარისხის ნიშანი მცირე ფერმერულ მეურნეობებსაც სჭირდებათ და აუცილებელია, რომ მათაც დანერგონ პროდუქციის მოწევის მაღალი სტანდარტი, რათა კონსოლიდაციის ცენტრში მიღებული მწვანილი იყოს ერთნაირად მაღალი ხარისხის და ევროპის ბაზარზე რეალიზაციის პრობლემა არ შეიქმნას. ერთი ფერმერი თავის თავზე ვერ აიღებს ამ სახსრებს და ვერ გააკეთებს, ალბათ ვერ გააკეთებს, მაგრამ შეიძლება კოოპერირება, გაერთიანება ფერმერთა ჯგუფისა, რომლებმაც შეიძლება ერთდროულად აწარმოონ ამ კუთხით საქმიანობა და ერთი სპეციალისტის მეშვეობით თქვა დანერგონ ეს სტანდარტი. აი ესეც გამოსავალი არის, ერთ-ერთი გამოსავალი. თუ კი ამას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება კიდევ ერთხელ როგორც სხვა მიმართულებითაც რაღაც სუბსიდიებს გააკეთებს, არ არის გამოვლინწყული ჩვენი ქვეყანაში სუსტად წარმოებული პროდუქტი შეესაბამებოდეს სტანდარტს და კონკურენტუნარიანი იყოს იმ პროდუქტებისა, რომელიც სხვა ქვეყნებს შემოაქვს იგივე ევროპულ ბაზარზე. ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს 2,200,000 დოლარის ღირებულების 3747 ტონა მწვანილის ექსპორტი განხორციელდა, რაც ორჯერ მეტია წინა წელთან შედარებით. წყალტუბოს რაიონის მიღმა იმერეთის უმეტეს სოფლებში გლეხის საარსებო წყარო საკარმიდამო ნაკვეთი და საქონელია. ჩვენ რა შევედი, ეს თავს ვიქცევთ. ტყულა რო არ გავჩერდე, მუშოვარი ვარ. ვიქცევ თავს უბრალოდ და როგორც ხალხი ხონ ზოგი ბილიარდს თამაშობს, ზოგი კარტს თამაშობს, ან იმას თამაშობს. რაღაცა შახმატს. და ჩვენ ასე ვთამაშობთ ანაში. როი რამე პრესტიჟი სხვა არის. ჩვენთან არაფერი არ არის. ძრო ხაღავს. მოწველის იმას ყველს ამოიყვანს გაყიდის. იყიდი შაქარს, ყველს იმას მარილს, გამერს ზეთს იყიდი და თავისუფალია პურის ყველს. და აგერ მიდის გასვლა. შენსაც ყიდი იქეთ. ზოგი ოჯახი ვიცი, რომელიც ყველს საერთოდ არ ჭამს. ოღონ გაყიდოს. და სამაგიეროდ ამას მოიტანა შაქარი, იქნება რაღაცა ზეთი. ასეც ბალოს ხალხი ახლა. რაკან ქარის ქვეყანაა.
30 ოჯახი არის, არც არის 30, 25 არის. ოჯახი და 17 ადამიანი წასული აქედან იმაში. ზოგი თურქეთშია, ზოგი იმაში არის, რა ქვია, საბერძნეთში, ზოგი გერმანიაში, ზოგი საცხარე. ჰოლანდიაში და იმაში ყველა გაქცეულია. ახალგაზრდობა რა ჩვენ ქუჩაში. საერთოდ არა ახალგაზრდობა. ახანა გამეხედა ჩვენი მიწები ძალიან ესე იგი მწირე მიწებია ძალიან. ხო, აი ახლა წეს ისეთაირად წავიდა. ბუნების ამბავი რომელიც გამეხედა წვიმების სულ არ მოვიდა. და ახ ხედავთ, გამეხედა რას გავს ყანები. სასუქებით ყულა მივეცით. რაია შემოსავლიანი, ეს ულო წამგებიანი. მისი დახლა, მისი დათესვა. ხო და ჩვენ შრომას არ ვათვლით იქ მასში. ოფიციალური მონაცემებით 2008 წელს სოფლად 1,12,700 ადამიანია დასაქმებული. აქედან 84%, ანუ 848,000-ზე მეტი თვითდასაქმებულად ითვლება, ხოლო 16%, ანუ 173,000 დაქირავებული მუშახელია. თვითდასაქმებული ადამიანი, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთი, ან ყავს პირუტყვი და მიღებულ პროდუქციას, როგორც საკუთარი მოხმარებისათვის, ასევე გასაყიდად იყენებს. ერთსულ მოსახლეზე თვითდასაქმებიდან ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 7 ლარი და 40 თეთრია. დაქირავებული შრომიდან 18 ლარი და 70 თეთრი. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან კი 15 ლარი და 20 თეთრი. თითქმის არაფერი არ რჩება, მაგრამ შენ იძულებული ხარ მაინც უნდა იყოლიო ეს სოფელში. იმიტომ რომ არ ვარგივარ ჩვენ იმის უმისად. თუ აბა რა ვხნათ? ჩვენ ფიქრობთ ეგება გაგვიმართლოს. ვარ გაგვიმართლა ხედავთ ისე. არა, ფასი გლეხის ნაშრომს. ხო და არგის ბარა სახში რომ უყიდენი გაქვს ეგია და იმიტომ მაშოვით საходეთ. სოფლის მეურნეობა არის ყველაზე ძირითადი დარგი. აუცილებელია იმ გზებს თავი გაანებოს და მიხედოს სოფლის მეურნეობას. არა და გლეხი ვერამა ისუნთქებს.